ვაკე 1906-1907 წლამდე არ ეკუთვნოდა თბილისს. ის იწყება მოკლედ ვარაზის ხევიდან ბაგებამდე. მოკლედ ეს არის ტერიტორია, რომელსაც მოიცავს ვაკე. და დღევანდელი აი მელიქიშვილის გამზირი და ჭავჭავაძის გამზირი, რაც პრაქტიკულად იწყება ვაკე. ამ ტერიტორიაზე იყო გადებული ხიდი, იმიტომ რომ ვარაზის ხევი, ჩვენ შეგვიძლია შემდეგ ფოტომასალაც ვნახოთ, ვარაზის ხევი ეს იყო ძალიან ღრმა ხევი, ქარაფი იყო პრაქტიკულად, ძალიან დიდი ხევი, რომლის ამოვსება დაიწყო 1958 წლიდან, 1957 წელს იქ უკვე იყო გამართული ინფრასტრუქტურა. და ეს ადგილი სხვათა შორის ეს მელიქიშვილის გამზირი იყო ერთადერთი გზა, რითაც ეს ვაკის დასახლება უერთდებოდა თბილისს და 1958 წელს უკვე გააშენეს ახალი გზა, ეს იყო ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მონაკვეთი, დღევანდელი მიხეილ თამარაშვილის ქუჩა და მოკლედ ამ პერიოდიდან უკვე ვაკე სრულად გახდა თბილისის საკუთრება. მაგრამ რაც უნივერსიტეტის დაარსებას უკავშირდება არა ზოგადად რასაკვირველია. კი ბატონო, აი აუცილებლად მივიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ ვაკის ისტორია, თვითონ ქალაქის გეგმას რაც შეეხება, ეს ცენტრალური გამზირი, რაც არის დღეს ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, აი ეს ქუჩა არის მოხსენიებული როგორც წყნეთის გზა, ძალიან ცნობილი წყნეთის გზა, რომელიც იწყებოდა ფილარმონიიდან და ეს გზა დღევანდელი ფილარმონიის ტერიტორიიდან და მიდიოდა წყნეთამდე. შემდეგ 1867 წლისთვის ამ წყნეთის გზას დაერქვა უკვე წყნეთის ქუჩა და მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უნივერსიტეტმა განაპირობა ის, რომ ერქვა უნივერსიტეტის ქუჩა, თუმცა იცვლიდა სახელებს, მაგალითად ნიკო მარის ქუჩა ერქვა, მერე ისევ დაიბრუნა უნივერსიტეტის სახელი და საბოლოოდ 1957 წელს ეს იყო ილიას მკვლელობიდან 50 წლის შემდეგ ქუჩას უკვე დაერქვა ილია ჭავჭავაძის სახელი და ნუ დღემდე ამ სახელს ქვია ეს სახელი. ეხლა ყველაზე ძველი შენობა, სესილი, თქვენ როგორც აღნიშნეთ, ვაკის ყველაზე ძველი შენობა, ანუ რამაც საერთოდ განაპირობა ვაკის ქცევა, ასე ვთქვათ, პრესტიჟულ უბნად, ეს არის მაშინდელი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, დღევანდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. გეგმა სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობა დაშენდა. ამ შენობის პროექტი შეიქმნა 1899 წელს და მაშინდელმა საინიციატივო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკო ცხედაძემ არქიტექტორად მოიწვია პირველი დიპლომირებული არქიტექტორი საქართველოში, ეს იყო სიმონ კლდიაშვილი. საინტერესოა ხა ყოველთვის როცა ვფიქრობ ამ თემაზე, აი იმ პერიოდში ვინ მუშაობდა თბილისში, ანუ თბილისში იყვნენ ისეთი არქიტექტორები, აი კორიფეები, სამწუხაროდ, როდესაც აი მე-19 საუკუნის შუა წლებიდან და მეორე ნახევარში, როცა შენდებოდა აი თბილისის ძირითადი შენობები, იმ პერიოდის ახალი თბილისი, ასე ვთქვათ, ჩვენ ადგილობრივი არქიტექტორები არ გვყავდა პრაქტიკულად. ანუ თუ გავითვალისწინებთ რა გვარები ფიგურირებს, აი თავიდან სკუდიერი, ძალიან ხშირად გვიხსენებია ჩვენ სიმონსონი, შემდეგ ალექსანდრე ოზეროვი, ალექსანდრე შიმკევიჩი, კორნელი ტატიშევი, პლუს გერმანელები ხო, ზალცმანი, ალბერტ ზალცმანი, ბილფელდი, თუ ძალიან შორს აგვიყვანს ამ არქიტექტორების ჩამოცვლა. სხვათა შორის ჩვენ ერთი გადაცემა უნდა მიუძღვნათ არქიტექტორებს, რომლებმაც ააშენეს თბილისი. ანუ ასეთი კორიფეების მიუხედავად, ანუ ნიკო ცხედაძემ გააკეთა რაღაცა ძალიან საოცარი ნაბიჯი გადადგა, აბსოლუტურად ახალგაზრდა სიმონ კლდიაშვილი ჩამოიყვანა სოხუმიდან, სადაც ის მუშაობდა ქალაქის არქიტექტორად და შეუკვეთა გეგმა პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის. ეხლა ჩვენ რო შევხედოთ უნივერსიტეტის შენობის გეგმას, ეს თავისი მასშტაბით აღემატება გიმნაზიის მასშტაბს. ანუ თავიდანვე ამ ტერიტორიაზე და ამ შენობაში იყო ჩაფიქრებული უნივერსიტეტის გახსნა. მშენებლობა დაიწყო 1900 წელს ამ შენობის, ეს არის უნიკალური შენობა თავისი არქიტექტურით, დასრულდა 1906 წელს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ვაკე ჯერ კიდევ არ იყო შესული თბილისის შემადგენლობაში და საბოლოოდ 1918 წლის 26 იანვარს ამ შენობაში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. სხვათა შორის საინტერესოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის გახსნა რამდენიმე თვით დაასწრო დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ანუ უნივერსიტეტი იყო ამ შემთხვევაში პირველი. და
ამ უნივერსიტეტმა განსაზღვრა, როგორც გითხარით, ის რომ ვაკე გახდა ესეთი პრესტიჟული ნაწილი. რადგან აი ესეთი უნივერსიტეტის თემას შევეხეთ, 1918 წლამდე წარმოიდგინეთ, ქვეყანაში უნივერსიტეტი არ ქონია. მიუხედავად იმისა, რომ აი მანამდე ძალიან დიდი ხნით ადრე ხა ცნობილი იყო მაინც ფაზისის აკადემია, იქ ჩვენ საუბრობთ გელათის აკადემიაზე, იყალთოს აკადემიაზე, ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოხდა უნივერსიტეტის გახსნა, თუმცა 1871 წელს ქართულ საზოგადოებას ჰქონდა მცდელობა თბილისში გახსნილიყო უნივერსიტეტი და ეხლა რა იყო ამ პერიოდში? თბილისში იყო ჩამოსული იმპერატორი ალექსანდრე მეორე. და ალექსანდრე მეორე, მაშინ ესე იგი გრიგოლ ორბელიანის სამხედრო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეი იყო, რაღაცა ღონისძიება გაიმართა და მაშინ ქართველებმა გადაწყვიტეს თხოვნით მიემართათ ალექსანდრე მეორისთვის. ეხლა რა უნდა ეთხოვათ? ერთ-ერთი პირველი ეს იყო მამების თაობას უნდა ეთხოვა კადეტთა კორპუსი. ეს გახსნა თბილისში, ხოლო შვილების თაობა, ესენი იყვნენ თერგდალეულები, ილია და ასე შემდეგ, მათ უნდათ ეთხოვათ უნივერსიტეტი. ნუ შედგა კონსენსუსი, ჩამოყალიბდნენ, რომ რა თქმა უნდა, ითხოვდნენ უნივერსიტეტის გახსნას, ილია წავიდა კიდევაც დუშეთში, მაგრამ აი ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც უკვე თხოვნით რომ იმართეს ამ იმპერატორს, სათავადაზნაურობის მარშალმა ანდრონიკაშვილმა სთხოვა იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნა. და ამას მოყვა მაშინ ძალიან დიდი დაპირისპირება ამ ორ თაობას შორის. ილიამ ჯერ კიდევ დუშეთიდანვე და გამოაქვეყნა გამოცანები და კიდევ გამოცანები, ეს 15 პამფლეტი იყო, ძალიან ცნობილი პამფლეტია, სადაც აი ამ მამების თაობის ყველა წევრი ამოიცნობდა საკუთარ თავს. ამას მოყვა მწვავე პასუხი, მაგალითად გრიგოლ ორბელიანის მხრიდან იყო იქ აკაკიები, ბაკაკიები, გახსოვთ ხო ეს ვირის ყროყინად და მთელ ამბად იყო ამათი ის მოხსენიებული და საბოლოო ჯამში მაინც გრიგოლ ორბელიანმა გააჩერა კამათი იაზროვნა სახელმწიფოებრივად და მთლიანობაში იმ კადეტთა კორპუსისთვის მიწის გამოყოფაც მოხდა ვაკეში. ანუ ეს არის დღევანდელი აი ფიზკულტურის ინსტიტუტის ტერიტორიაზე, შემდგომში სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე. ეს მეორე ობიექტის, ანუ ამ ტერიტორიის გამოყოფაც მოხდა ვაკის ტერიტორიაზე. სხვათა შორის აი ჩვენ რო ერთ წრეზე ვტრიალებთ, საიდან ჩანს მამების თაობა, აი თერგდალეულებს ეს ეძახდა უსამშობლოებს. ანუ ეგონათ რომ მათ დაკარგეს ქართველობა, რომ ესენი იყვნენ საშიში საზოგადოება, ენის მგმობელებს, უღმერთოებს ეძახდნენ და ეს ტერმინები გვახსენდება ხო სამწუხაროდ არაფერი არ შეცვლილა და 1860 წლებში მამების და შვილების ბრძოლა მახსენდება კი ეს ძალიან პერიოდშიც კი სხვა შორის მე მახსოვს ახლა ვეძებდი ადრე წაკითხული მაქვს საძირკველზე უნივერსიტეტის ნიკო ცხვედაძის მიერ ჩატანებული წერი კაფსულა ხო აღამ ახმად-ხანის მსგავსად თბილისი კიდევ რომ ააოხროს თავმოყრობა იპოვის ამ წესდებს და მიხვდება როგორი კულტურა ჰქონდათ მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველებს ნამდვილად ეს ძალიან ემოციური იმიტომ რომ რუსები ძირითადად მონეტებს ყრიდნენ და ეს ტრადიცია შეცვალა ნიკო ცხვედაძე კი ბატონო და საერთოდ უნივერსიტეტის მშენებლობის ისტორია და საერთოდ იქ როგორ მოხდა მისი გახსნა რა ფაკულტეტები ერთი ფაკულტეტი იყო და ასე შემდეგ და პირველი რექტორი ზოგს რადგან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გონია რომ პირველი რექტორი ივანე ჯავახიშვილი სინამდვილეში იყო მელიქიშვილი ისევ ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით. ესე იგი რაც შეეხება პირველ შენობას სხვათა შორის ეს კადრი არის ძალიან საინტერესო კადრი. ჩანს ვარაზის ხევი და ერთ მხარეს ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს წინა ფოტო შეგვიძლია ვაჩვენოთ და მეორე მხარეს ჩანს სვიმონ კლდიაშვილის სახლი მისი პირადი სახლი. ერთმანეთს უყურებდა იქიდანაც აკვირდებოდა იმ უნივერსიტეტის მშენებლობას. ეს ძალიან საინტერესო სურათია. ეს აი ნახეთ ეს სახლი დგას ეს არის სვიმონ კლდიაშვილის სახლი. ძალიან საინტერესო ფოტოა. შემდეგი შენობა ანუ ვაკის კიდევ ერთი ძველი შენობა ეს არის სასულიერო სემინარიის შენობა რომელიც შემდგომში უკვე გადაიქცა ჩვენ უკვე ვიცით როგორც მე-9 საავადმყოფო ამ შენობის აშენება 1903 წელს დაიწყეს ვიცი მე-9 საავადმყოფო პირველად დანიშნულებით იყო სასულიერო სემინარი და შეგვიძლია ფოტოზე ვნახოთ როგორ ადგას გუმბათები შემდეგ ამ გუმბათის მოხსნა მოხდა 1921 წელს და 1908 წელს იყო ეს შენობა დამთავრებული და რუსული კანონიკით არის რაღაცა კი ბატონო სასულიერო სემინარი ანუ ცრუ გუმბათებს, ანუ ხახვისებრი გუმბათების სტილით იყო გაკეთებული
და 1921 წელს მოკლედ მოხსნეს ეს გუმბათი და პირველი, რითაც გადაკეთდა, ეს იყო სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტად მოხდა ამ შენობის გადაკეთება. მოგვიანებით გადაკეთდა მე-9 საავადმყოფოდ. ეხლა რატო ქვია მე-9 საავადმყოფო? იქ იყო 9 ნომერი ტრამვაის ბოლო გაჩერება, იქ ტრიალდებოდა ეს ხამვაი და სწორედ მნიშვნელოვანი როლი ამ ტრანსპორტის ნომერმა შეასრულა საავადმყოფოს ნუმერაციაში მნიშვნელოვანი როლი. ეს არის დღეს რა ვითარებაშია ყოფილი სასულიერო სემინარი. კი, მაგიტო ერქვა მე-9 საავადმყოფო ერთ-ერთი ვერსიით, ეხლა დადასტურებულად ვერ ვიტყვით, მაგრამ იმ ტრამვაის გამო დაერქვა. ეხლა დღესაც მიმდინარეობს რესტავრაცია და როგორც მითხრეს, ეხლა ეს რამდენიმე დღის წინ გადავიღეს ფოტოები, ისევ ბრუნდება ამ ტერიტორიაზე, მოკლედ სასულიერო სემინარია ისევ ბრუნდება თავის ადგილს. სავარაუდოდ რესტავრაცია მალე დასრულდება. და სწორედ ამ მნიშვნელოვანმა, ამ ორმა ძალიან ისეთმა ძველმა და მნიშვნელოვანმა შენობებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ვაკე გამხდარიყო თბილისის ნაწილი, სხვათა შორის პარადოქსია ერთი მომენტი. რამდენად პარადოქსია ხა შეიძლება გადაჭარბებულია, მაგრამ 1801 წელს, როდესაც მოხდა ეს, თქვათ, მეფის რუსეთის მიერ თბილისის ანექსია, საქართველოს ნელ-ნელა გუბერნიად გადაქცევა, თბილის მოხსნეს გალავანი 1901 წლისთვის და თბილისმა დაიწყო გაფართოება და სხვათა შორის თითქმის 105 წელი დასჭირდა იმას, რომ არც ისე შორსმყოფი ვაკე და ეს ტერიტორია თბილისის შემადგენლობაში შესულიყო. ეს პროცესი მიდიოდა ძალიან ნელა. და ეს გამოჩნდა საიდან 1906 წელს კი შეიკრიბა, მაგრამ კი შევიდა ვაკე იმის შემადგენლობაში, მაგრამ როგორც ჩანს, ქალაქის გამგეობა ვაკის განვითარებისთვის ბევრს არაფერს აკეთებდა. თავად ამ უბნის მოსახლეობა მოითხოვა. კი ბატონო, მოითხოვა და არქივებში იძებნება 1910 წლის წერილი, ეს არის ვაკელების თხოვნა. ისინი თხოვნით მიმართავენ გუბერნატორს და სთხოვენ ზეწოლა მოახდინოს თბილისის გამგეობაზე. რომ 1906 წლიდან 1910 წლამდე, პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა ამ უბნის განვითარებისთვის, აქ წერია, რომ ჩვენო იმ პირობით შევუერთდით თბილისო, რომ ყველა ის სიკეთე, რაც კეთდებოდა ქალაქისთვის, ამის ნაწილი გახდებოდა ვაკეო და ნახეთ, აქ წერია, რომ რას ითხოვდნენ ქალაქის გამგეობისგან. პირველ რიგში, რომ გაყვანილიყო წყალი, კანალიზაცია, დასდგან ფარნები, გააკეთონ ქვაფენილები. მეორე იყო გათავისუფლებულ იქნან ისინი მეზობების დაჭერის მოვალეობიდან, სანამ მათი შემოსავალი არ გაიზრდებოდა და ასევე ითხოვდნენ, რომ ქალაქის საბჭოში ყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი და მეოთხე პირობა აქ არ ჩანს, მაგრამ თუ ეს რაღაცები მოთხოვნა არ შესრულდებოდა, მაშინ ვაკე გამოეყოფოდა ისევ თბილისს. რადგან ვაკე თბილისს არ გამოეყო და ისევ დარჩა შემადგენლობაში, ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის გამგეობამ ვაკელებს ეს დანაპირები შეუსრულა. მოკლედ ძალიან საინტერესო წერილი გვაქვს. ძირითადად ვაკის როგორც პრესტიჟულ უბნად მისი ქცევის მთავარი ქვა, ასე ვთქვათ, იქნა დადებული საბჭოთა კავშირის პერიოდში. ეს არის 30-იანი წლების შემდგომ უკვე თბილისი იქცა, ასე ვთქვათ, დაგეგმილ ნომენკლატურულ ადგილად, ერთ-ერთ პრესტიჟულ საცხოვრებლად. წარმომადგენლები თავისთავად ცხადია და თვითონ ვაკის და მის მიმდებარეუბნების განაშენიანების ოფიციალური გეგმა დამტკიცდა 1934 წელს და ამ გეგმის თანახმად ვაკე უნდა ყოფილიყო მთავარი ესეთი პრესტიჟული საცხოვრებელი ადგილი და დასასვენებელი ზონა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის მოვლენებმა ამას ხელი შეუშალა ცხადია და 1945 წლის შემდგომ, გამარჯვების შემდგომ უკვე ქალაქის გამგეობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაკეში აეშენებინათ პირველი, ასე ვთქვათ, დიდი პარკი, დღევანდელი ვაკის პარკად წოდებული, რომელსაც ექნებოდა რამდენიმე დანიშნულება. პირველი ეს იქნებოდა ქალაქის დასავლეთი ნაწილის გამწვანება, ასევე გამარჯვების ხაზგასმა, ასე ვთქვათ, მემორიალიზაცია, კი ბატონო, და მესამე ეს იყო დასასვენებელი და იდეოლოგიური ღონისძიებებისთვის სივრცის შექმნა. ესეც იყო ერთგვარი დანიშნულება და საბოლოო ჯამში 1951 წელს პარკი
ვაკის პარკი გაიხსნა ოფიციალურად და რა თქმა უნდა ეწოდა გამარჯვების პარკი. და ცენტრში იყო ეს მემორიალი, აი ეს დიდების მემორიალი, ასევე უცნობი ჯარისკაცის საფლავი მოგვიანებით შემდეგ გაკეთდა კოცონი, აი მარადილ ცეცხლს რო ეძახიან ესეთი კოცონი და 1991-95 წლებში აი ამ უცნობი ჯარისკაცის საფლავის გარშემო შეიძლება ბავშვობაში გვახსოვს კიდევაც განთავსდა გოგიო ჩიაურის 8 დაჩეხილი ჯარისკაცის ქანდაკება. ჩვენ ხშირად ვეძახით დაჩეხილი ჯარისკაცების მემორიალს. ეს მემორიალი იქნა გადატანილი 2009 წელს გორში, დღეს გორის ციხის ძირში არის განთავსებული, ძალიან შთამბეჭდავი სანახავია. და ყველას გვახსოვს 2022 წელს ვანდალიზმი, აი ფოტოებიც კი გვაქვს, ზოგს ხელი აქვს წართმეული, აი მაგალითად ზოგს ხმალი წაართვეს ახლა მემორიალს მაგალითად ხმალი განადგურებული ხო აი დღემდე არ არის დაბრუნებული ახლა ბოლო პერიოდი არ ვიცი რამდენიმე თვის წინ არისო ყოველ შემთხვევაში და წარმოიდგინეთ აი როგორ უნდა გაანადგურო როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქალაქი და პატივს არ უნდა სცემდებთ უბრალოდ აი გამაუგნებელი ამბავი სავარაუდოდ ჯარჯი აქვს ჩაბარებული ანუ ვერსად მე ძალიან ცუდი მოგონება მაქვს ვაკის პარკთან დაკავშირებით თუ სწორად მახსოვს და მე მგონი სწორად მახსოვს კოტე აფხაზი რა თქმა უნდა მეთქვა აუცილებლად ეხლა ეს ტერიტორია ეს იყო ქალაქიდან მოშორებული ტერიტორია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იყო და ყველაზე ისეთი მძიმე რაც აბსოლუტურად ყველას ახსენდება ვისაც ისტორიასთან აქვს შეხება ეს არის 1923 წლის მოვლენები როდესაც კოტე აფხაზი თავის 14 თანამოაზრესთან იქ სამხედრო პირებთან ერთად სწორედ ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს და არაერთი ესეთი და საპირფარეშოები დააშენეს ზემოდან. კი, აი ძალიან საშინელება. კოტე აფხაზი, რომელიც რა ვიცი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი და გვარი. სხვათა შორის კოტე აფხაზი უძღვებოდა უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას. მართლა, კი, ერთ-ერთი დამფუძნებელი უნივერსიტეტის და იმ ცერემონიას უძღვებოდა. უბრალოდ აი უნივერსიტეტის თემაზე ჩვენ ცალკე უნდა ვისაუბროთ. სხვა გადაცემის ფორმატი ხო და კი, დეტალები აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ ტერიტორიაზე აი მძიმე ისტორიის მქონე ტერიტორიაზე მოხდა აი ამ სივრცის გაშენება მოკლედ. ამ ვაკის პარკის აი დასავლეთით ასევე გაკეთდა სტადიონი. დღევანდელი მიხეილ მესხის სტადიონი, ну ეგრეთ წოდებული ლოკომოტივის სტადიონი, ეს იყო 1951-57 წლებში. ანუ ეს ის პერიოდია, როცა ინტენსიურად მიმდინარეობს ვაკის გაშენება, ერთადერთი ფოტო გვაქვს ამ ტერიტორიის, ამ სტადიონის და თავიდან იყო 26,000 კაციანი და შემდეგ უკვე მაშინათვე 4 წელიწადში მოხდა მისი გადაკეთება, იმიტომ რომ იმდენად დიდი იყო სიყვარული და გამოხმაურება ამ ფეხბურთისადმი, 10,400 კაციანი ადგილი დაამატეს და 99 წელს საერთოდ დაანგრიეს ეს სტადიონი, საერთოდ ახალი ააშენეს და 2005 წლიდან უკვე ეწოდა მიხეილ მესხის სახელი. ეხლა რაც შეეხება ვაკეს, არ შეიძლება გამოგვჩეს სანაირი სტადიონია. კი, ну იმ პერიოდში მაშინ როგორი ისიქებდა ეხლა რომ უყურებ რა საყვარლები იყო. აი იპოდრომზეც არის რამდენიმე კადრი, სადაც არის მხოლოდ დასადგომი ადგილებია, ისეთი ფოტოებსაც წავაწყდი, როცა ვეცედი. რატოაც გამახსენდა ძველი ჩვენი საფეხბურთო ფილმები და რომ უყურებ რაღაცნაირად ნოსტალგია მაწვება ეხლა. რაც შეეხება კიდევ ერთი ადგილი ვაკეს შეხა ვაკეს რა გამოვლებს ადგილებს, მაგრამ მზიური საბავშვო ქალაქი და ბევრს ახსოვს რომ ნოდარ დუმბაძის წერილი დაიბეჭდა გაზეთში სადაც ის წერდა რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს ისე წერდა სადაც ის დეტალურად აღწერდა საბავშვო ქალაქის გახსნის შესახებ დეტალებს აღწერდა საბოლოოდ და მოკლედ მოყვა გამოხმაურება ამ წერილს კი იყო რაღაცა ოცნების თემა მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა გახსნა თუმცა როდესაც უკვე მერაბ ბერძენიშვილმა დადგა ეს ქანდაკებები რაც არის ვთქვათ ძალიან ცნობილი მებებია ილიკო და ილარიონიდან ნოდარ დუმბაძე იყო 2 წლის გარდაცვლილი ანუ აქაც სიტუაცია ძალიან გაიწელა. მაგალითად, მართალია პლენუმზე, როცა გაიტანეს ეს საკითხი, კი მიიღეს თანხმობა, რომ ეს ქალაქი გაშენებულიყო, მაგრამ 2 წელი მაგალითად მოანდომეს ტერიტორიის კვლევას. ანუ ძალიან გაიწელა და საბოლოოდ თავში არ არის ეს
პატარა პროექტი და არის ლოგიკა, რომ ცოტა გაწელილი თავისი არსით, ანუ ძალიან დიდი და მე მზიური ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ესეთი ნაწილია ჩვენი ქალაქის. ჩვენი ქალაქის ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც ვაკის პარკი, თითო ფოტო მაინც ყველას. თითო ფოტო მაინც გვაქვს. თანამედროვეობაში გადმოიტანო ახლა ძველი ხომ ბებიელიკო და ილარიონი, რამდენი წარსულის რამ ხდება ზიურში, მაგრამ თანამედროვეში სამ დაუკარგო და თქვა და აქედან პირველში მოვიკითხო ანა გოგოაძე, რომელიც ძალიან ცდილობს რომ ზიური ყოველთვის იყოს. ანა დიდი სიყვარული. ძალიან დიდი სიყვარული მოვიკითხო აქედან თან შევახსენებ ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად და აქვე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს ლენონის კედელი, რომელიც ბევრგან თანამედროვეში შეიძლება ჩაითვალოს რომ დღეს ზიურის პარკს თანამედროვე ერთ-ერთი რამე ახასიათებს ეს ლენონის კედელი, რომელიც ყველა ქვეყანაში არ არის, ხო შეიძლება სადმე არის ყველგან ძალიან უხარია ამის ნახვა. კი ბატონო. სიახლეც გვაქვს, რომელიც სხვათა შორის მე უნდა ვაღიარო როგორც ამ უბნის მაცხოვრებელმა, რომ არ ვიცოდი. კი ბატონო, ეს არის ადგილი ვაკეში, რომელიც ყველამ უნდა ვნახოთ. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ ეს არის დაახლოებით 1 წელია, რაც გაიხსნა მაპა კარტოგრაფიკას მუზეუმი. ეს არის ზურაბ ავალიშვილის 12 ნომერი, აი მე-9 საავადმყოფოდან 5 წუთის სავალზე, იქვე, სადაც არის გამოფენილი უძველესი უნიკალური რუკები. და არის უაღრესად საინტერესო ადგილი, სადაც შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის გამოსახული საქართველოს უძველეს რუკებზე, რა სახელწოდებით არის, როგორ არის საზღვრები მოცემული. მაგალითად, ყველა რუკა თვითონ სივრცეში არის თავმოყრილი 300-ზე მეტი უნიკალური რუკა, რა თქმა უნდა, ხა 300 რუკა ერთად არ არის გამოფენილი პერიოდულად იცვლის, მაგრამ ყველა რუკა არის დაკავშირებული საქართველოსთან. მაგალითად, ხა რამდენიმე რუკის შესახებ ვიტყვი, რაც აქტუალურია დავჭირითაც. მაგალითად, ერთ რუკაზე საქართველო არის აღწერილი როგორც ღვინის და აბრეშუმის ქვეყანა. ესია მონიშნული საქართველო. სხვა რუკაზე, მაგალითად, აი ვახუშტი ბატონიშვილის ევროპული რუკებია, სადაც არის იმდენად დეტალური აღწერა ქართული სოფლების, ანუ სამეგრელოს ისეთი სოფლები აღმოვაჩინა ამ რუკაში, რომ თვითონ მარტო საქართველოს რუკებია თუ რეგიონის? თლიანად საქართველოს რეგიონის, ანუ ევროპული და აზიური რუკებია, რომელიც ყველა შემთხვევაში არის კავშირში საქართველოსთან. მაგალითად, ახლა თქვენ რასაც ხედავთ კადრში, ეს არის აზიური რუკა, რომლის არშიაზე არის მოცემული ნახატები, სადაც ილუსტრაციები, სადაც 3 ილუსტრაცია ეხება საქართველოს. მაგალითად, იქ არის იმერეთში როგორ წურავდნენ ყურძენს. მეორე თემა არის ქართველები როგორ შედიოდნენ გაშლილი დროშით იერუსალიმში. არც მე არსად არ მინახავს გავსი რამე. გარდა ამისა, ერთ რუკაზე სულხან-საბას სახელი და გვარიც არის დატანილი. თავისთავად და ეს უამრავი რამეა. მაგალითად, აქ არის გრავიურა თბილისის პირველი პანორამული ხედის ჟანდენის თანხლები პირის გრელოს მიერ შესრულებული, არის აი აბსოლუტურად გამაოგნებელი. ეს არის გვაქვს შანსი ნახოთ. ის უნდა ვუმადლოდეთ ამ სიკეთესელს. აი ამ ჯგუფს ერთი ვიცნობ სულხან სალაძეს, ვინც არის მასპინძელი ამ ჯგუფის. რაღაცა წლების განმავლობაში ის თავს უყრიდა და აგროვებდა. მეც მქონდა ინფორმაცია, აი ეს ერთად თავმოყრა ნანახმა მოლოდის გადააჭარბა. თან არის შექმნილი სივრცე სასკოლო ჯგუფებისთვის, არის სალექციო განყოფილება, სადაც შეგვიძლია, ანუ ადამიანებმა შემოიტანეს განათლება. ხომ არ იცის შემთხვევით ელზა, აქ რომ ჩვეულებრივი დამთვალიერებელი შევდეს, იქ in-house გიდი არსავს ადამიანი, რომელიც საერთოდ, როდესაც არის ჯგუფები, ყოველთვის ჯობია, რომ სულხანმა ჩაგვიტაროს ტური. ამიტომ წინასწარ ჯობია ყოველთვის შეთანხმება. თუმცა ღია არის ყოველდღე ორშაბათის გარდა 10-დან 9 საათამდე. საღამოს 9 საათამდე. ეს ხო სამშაბათია. მე მგონი დღეს ვეცვალა და მე ძალიან მრცხვენია, რომ ისეთი რუკები შეგიძლიათ ნახოთ, აი გითხარით კიდევაც ეცილი, რომ ერთ რუკაზე მხოლოდ ქუთაისია აღნიშნული, ქუთაისის საყვარელი რუკა. რა გააჩერებს ეხლა? ეს არის სივრცე, რომელიც აბსოლუტურად ყველა ადამიანმა უნდა მოვინახულოთ აქვე ყურიზირში. ჩვენ ასეთი რუკების ნახვის ფუფუნება უბრალოდ ქვეყანაში არ გვექნებოდა არასოდეს და მე როგორც გიდი ყველას ურჩევ აიყვანეთ გიდი. იმიტომ რომ მე რაც არ უნდა კომპეტენცია მქონდეს იქ სხვა განათლებაა საჭირო, იქ მხოლოდ სულხან სალაძემ უნდა ჩაგიტაროთ ტური, აი იმდენ ისეთ საოცრებაზეა საუბარი და აუცილებლად ვნახოთ ეს ადგილი, წავიყვანოთ ბავშვები, სკოლების ტურები დავგეგმოთ, სტუდენტები მივიყვანოთ და სტუმრები. რამდენიმე წუთი, 1-2 წუთი ვრჩება და მინდა რომ მაგაზეც გითხო რა ამ მუზეუმების ნაწილზე. ზოგადად სამუზეუმო კულტურა ჩვენ ლოკალურ ანუ ცხოვრებებს სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგალითად, საიდან ხვდები რომ
ნაკლებად არსებობს ამის კულტურა ქვეყანაში. დიდის კულტურა ხო საერთოდ. რამდენი შემთხვევა იცით და აუცილებლად გეყოლებათ საახლობლოში ადამიანები კონკრეტული ობიექტის დასათვალიერებლად მიდიან და გიც არ აიყვანენ. იქ უბრალოდ გავლა გამოვლით იმ ობიექტის შესახებ ვერაფერს ვერ გავიგეთ სამწუხაროდ. ამ მუზეუმს საკუთარი თავი რომ ახსენდება, როდესაც მივდივარ ხოლმე ან ბავშვი მიმყავს ყოველთვის აბსოლუტურად შეცვლის თქვენი მოგზაურობის ხარისხს გიდებთან ერთად. აი სულ მაგას ოპერაციულ მოგზაურობ, მათ შორის უცხოეთში მუზეუმში წასვლას არ მართლა აზრი არ გიდის გარეშე. აი თუნდაც არის ნებისმიერი ლოკაცია. აქ რაღაცები იცი შენი სამშობლოს შესახებ, მაგრამ ამ მუზეუმში ვერ წარ მიუხედავად იმისა, რომ ყველა რუკას დეტალური აღწერა აქვს. აი შეუძლებელია ის დეტალები დავინახოთ, იმიტომ რომ ამ გეუბნები, სესილი, აი სოლოლაკში რაც ელზას ტურში ვიყავი, ისე აღარ დავდივარ როგორც დავდიოდი, იმიტომ რომ უბრალოდ ქუჩაში რომ დავიხარ, ქუჩაშიც კი თურმე რამდენი ისტორიას გიყვება შენობა, რამდენი ისტორიას გიყვება გზა, მაგრამ არაფერი არ არის. ამ დროს ძალიან დასწრაფია, სულხან ძალიან დიდი მადლობა სხვა შორის ამ ინიციატივისთვის, იმიტომ რომ მე მგონი რომ თურმე როგორ არის აღნიშნული ეს საქართველოს ამ რუკებზე, როდის შემოდის კავკასია რუკების აღნიშვნაში, რა შავი ზღვა როგორ არის აღნიშნული? მე არ დავიხლები ამ ადგილის შესახებ, ანუ არ გავჩერებულ ვარ ერთი კვირის წინ. არ მინდა რომ თქვათ ახლა რეკლამაში ჩავთვალოს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი რამაა, რომ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვო, რომ მისამართი. ზურაბ ავალიშვილის 12. ზურაბ ავალიშვილის 12. რეკლამა თუ რა ხო რა, იმიტომ რომ რა ვიცი, სიკეთის გარდა ეს არაფერს არ მოიტანს. ეს არის მუზეუმი ჩვენი განათლებისთვის, ჩვენი წინსვლისთვის, რომ ისე წავიდეთ წინ. ელზა ძალიან დიდი მადლობა და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ პერიოდულად უფრო ადრე რაღაცა მე ცოტა თემატიკები შევცვალთ, მაგრამ ძალიან მიხარია და შენ დახმარებით თბილისის ჩვენს მაყურებელს მით შეიძლება ახლა პირველად უყურებს ამ რუბრიკას უნდა უთხრა, რომ ელზა ყვება ხოლმე პერიოდულად თბილისის სხვადასხვა უბანზე და აბსოლუტურად სხვანაირად გვანახებს თბილისს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. რაღაცა რომ იწყებ ხოლმე, არ ვიცი, მაგრამ წყალივით მიდის და ასეციანო შენი მოსმენა კიდევ ერთი ქუთაისის ხსენებამ რა აქ. რამდენიმე წუთი რეკლამაზე გავალთ, სესილი ცოტა ცივ წყალს დალევს, აგერ წინ და დაგიბრუნდეთ. ამ შემთხვევაში